აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მას-მედიის ის 34 წარმომადგენელი დაჯილდოვა, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთში დაიწყეს და წლების განმავლობაში აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. გამართულ ღონისძიებაზე მათ მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ დავაჯილდოვეთ სწორედ ის ადამიანები, ვინც ჟურნალისტური გზა დაიწყეს აფხაზეთში, საკუთარი პროფესიონალიზმით იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე. ჩვენ გადავეცით მათ სიმბოლური ჯილდოები, ამით გამოვხატეთ პატივისცემა, გვერდში დგომა და უსურვეთ წარმატება. დავაჯილდოვეთ ის ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც მედია თავიანთ პროფესია ჯერ კიდევ აფხაზეთში აირჩიეს შეიარაღებულ კონფლიქტამდე და შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც და მის შემდეგაც ერთგულად ემსახურან საკუთარ პროფესიას. ვფიქრობ, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია მათი ღვაწლის დაფასებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს, როგორ ფასდება ღვაწლი შრომა საკუთარი პროფესიისა და სამშობლოს წინაშე. დღეს ხო ჩემთვის ამაღელვებელი დღე, პირველი დღიდან მუშაობ აფხაზეთის ტელევიზიაში ჩემი პროფესიით და ამისთვის კიდევ რო გაჯილდოვებენ. მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრს და აფხაზეთის მთავრობას. მადლობა დაფასებისთვის. ეს არ იყო მხოლოდ გაახსენება იმ დღეების. მე თვითონ ვიჯექი და თვალს ვადევნებდი ჩემს მიერ გამოვლილ გზას აფხაზეთიდან დღემდე. და ეს დღეები იყო ძალიან დიდი ტკივილით, ძალიან დიდი ხიფათით და ბოლოს უკვე ტკივილით სევდით სავსე. ჩემთვის იყო ძალიან ამაღელვებელი დღე და ალბათ არა მარტო ჩემთვის, თითოეული ჟურნალისტისთვის.